5 minutes. გამარჯობათ მეგობრებო, გამარჯობათ ყველას მოკითხვა ბედნიერება და რაც თავარია ღმერთი იყოს ჩვენთან. როგორ ახართ? ყველა ღელავთ არა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ზღელავთ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და ბოდიში წუწით. საჭირო ხალხი ვარ, საჭირო არ გვასვენებენ. იცით რა არის, მე ეხლა ეს ვიდეო, ერთი ასეთი ვიდეო მომივიდა, ისა კომენტარი რა არისო, ჩვენ ხო გადაღებული გვაქვს ვიდეოები და ვდევთ და შეუძლებელია ჩვენ საქმეს ვაგრძელებთ. და ზოგმა ერთმა მითხრა საყვედურს, რაო, ის პრობლემები უკვე აღარ გაწუხებსო, არაბების პრობლემები და იმაზე გადახვედიო. მე ასე გადავწყვიტოთ მეგობრებო, ეხლა ჩვენი არხი ცოტა სხვა მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის იქ ვიქნებით, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა. და ჩვენ ასე გადავწყვეტოთ, რომ კვირას ერთხელ თუ აი ძალიან ისეთი დაძაბული სიტუაცია იქნება, მე ამაზე განვიხილავ. შეიძლება დაგვარად თუ მე მომისმენთ რა, ერთად გადავწყვიტოთ და როგორ გავაკეთოთ და რანაირად და თავისთავად ეხლა ჩვენი ფიქრიც ამ საქართველოზე მიდის და ამჟამად მით უმეტეს დღევანდელ დღეს ამ არაბების ამბავი გადამწყვეტი მომენტია. მაგრამ ჩვენ გავაგრძელოთ და თან საქმეზეც ვილაპარაკოთ და დღეს ფიქრობდი ეხლა დილა გათენდა, ეხლა აქ მოვიტანე ტვირთი და ვიფიქრე მეთქი მოდი ბარემ დავილაპარაკებ სანამ წავალ, იმიტომ რომ იმდენად არ გასვენებენ და თან გინდა ილაპარაკო თან ისა და თან საქმეს გააკეთო. ავხნათ, ყველაფერს ნატურაში ვიღებ. ხო და ისე თქვა მიდოდა, აი რა ხდება საქართველოში და მე მინდა ასეთი რაღაცა გავაკეთო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთის მიერ არის დაშვებული და აწი ჩვენ ყოველ გამარჯვებაზე და ყოველ მისამებაზე ღმერთს ვახსენებთ. იმიტომ რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვავიწყდება ვშორდებით უფალს და როგორ არის ბიბლიიდან გამოდი, როცა შორდები უფალს და გავიწყდება და შენ თვითონ გინდა გადაწყვიტო მიმდინარე პროცესები, არ გამოვა. მივყვეთ უფლის გზას და ყველაფერი კარგად იქნება. ნუ კარგი, დავიწყოთ. ეს იყო შესავალი. კარგი, ბოდიშით მეგობრებო, მოდი დავლაგდები. დავიტვირთები და წავალ და გზაში ვილაპარაკო და რა ჯობია, თორემ არ მასვენებენ, ეხლა უნდა დავკეთოთ კარები, გავარდე იქა და ნუ გზაში რო წავალთ, მე ვილაპარაკოთ ჩვეულებრივ რეჟიმში. ეხლა განთავისუფლდი და ეხლა უნდა მივიდე პიკაპზე. უნდა მოვასრო 10 წუთი, მაგრამ მე რო დავიტვირთებით, მე გზაში ვილაპარაკოთ, არა მეგობრებო. ტრამალ ადგილებში რა რიარი ადგილას მოსვლა, ნახეთ რა ამბავი მანქანებია. Saint George, წმინდა გიორგის დასახლება ქვია ამას. ნახე ამბავი მანქანებია, გავიქცეთ. აი, ხედავთ. სად არის ოფისი? ძაღლო. შუა. Office is here, yeah, office. აი, მივხედოთ და ავაკეთოთ ეს ამბები და წავიდეთ. ზიო, როგორც იქა დავიტვირთოთ და დავიწყოთ. ერთი სული მაქვს ვილაპარაკო. წეღან თქვი რომ ჩვენ ყველანი ნერვიულობთ, რაც მიდის საქართველოში მიმდინარე პროცესები, მაგრამ ულახდილად გითხრათ, აი მე ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ზოგჯერ მეუნებიან ხოლმე რა გაცინებს, რატო იცინი? ხო ხედა რა დღეში ვართ, უფრო სერიოზულად შეხედე ამ პრობლემებს. რა თქმა უნდა, სერიოზულად უყურებთ, მაგრამ აქ სხვა რაღაცაა და მოდი ახლა ისე თქვა მინდა გეტყვი. ეხლა დღევანდელი დღე მე მინდოდა ესე იგი როგორ არის რომ მიხვდე საერთოდ ცხოვრებაში, საერთოდ გარემოში რა ხდება, ყოველთვის უნდა გაიგო, ჩაწვდე მის ძირში. და ლიტერატურა არის ერთ-ერთი ეს საშუალება, რომ გაიგო მიმდინარე პროცესები რა ხდება. კი ამას ისე უყურებს რა, ლიტერატურა არაფერი, მაგრამ ზოგჯერ ახლა რო ვიტყვი ახლა ამ თემაზე, ალბათ ზოგი წელს რა დროს ლიტერატურა, რა დროს ის არის, მაგრამ რა დროს კი არა თავშია. და დღეს მინდა ვილაპარაკო სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილზე. მინდა ეს თემა განვიხილოთ, იმიტომ აი რაღაც აი წყალივით მომწყუდა რომ ეს წიგნი წამეკითხა. ეხლა ბავშვობას უნდა წაკითხო ადრე ახალგაზრდობაში, მაგრამ აი ახლა მიმდინარე პროცესებიდან აი ატომას მომინდა რომ წამეკითხა და აი ამას გაგიზიარებთ. ესე იგი სოლომონ მეჯღანუაშვილის არდაზიანის ეს რომანი, აი სასწაული რომანია და ამაზე ვილაპარაკეთ. მაგრამ სანამ ამაზე ვილაპარაკეთ, მე მინდა ერთი-ორი პატარა
შესავალივით გავაკეთო. მოგეხსენებათ ნიუ-იორკში ახლა არჩევნები ჩატარდა და ქალაქის მერი გახდა მუსულმანი, რადიკალი მუსულმანი, არც მალავს. ეცეთი აქ არ დავივიდე სადაც ეცეთ ტრასაზე გავიდეთ და მე გავახსენოთ საუბარი. ცხოვრებაში საცობი არ იყო ხოლმე ახლა და ამაინდამაც ახლა მოუნდათ შუა იუტაში. მივყოფები სენტ ჯორჯი, ასეთი ქალაქია, სამხრეთ იუტაა და ცოტა ხანში შევატეხა ნევადაში. Take the ramp on the left. მოდერ რას ვამბობდი, 34 წლის მუსულმანი გახდა ნიუ-იორკის მერი. ესე იგი ხალხი იცინის, იმიტომ რომ ჯერ არის რადიკალი მუსულმანი და უკვე მთელი მეჩეთების გავრცელება, უკვე პროგრამაცა აქვს, მაგრამ ნიუ-იორკში ფაქტობრივად უკვე მუსულმანები ჭარბობენ და უკვე ჯერ არ გასულა პოსი, არ გასულა და უკვე ლაპარაკობს, რომ მეჩეთები უნდა გავცელდეს, იმიტომ რომ მოსახლეობა დიდია და მოსახლეობა ითხოვს. ებრაელები ტრამპის დაემუქრა, ნიუ-იორკში ფულს არ მივცემ, მან თქო იცი როგორ ფედერალური რაღაცა თანხას აძლევს და მე ნიუ-იორკში ფულს აღარ მივცემ. ნუ ერთი სიტყვით ერთი ამბავია და სპეციალისტები და ანალიტიკოსები იძახიან, რომ ნიუ-იორკს ცუდი დღეები, კარგი დღეები არა, ცუდი დღეები დაადგება რა. მაგრამ ხალხი იცინის. რატო გავამახვილე ყურადღება ამ სიცილზე? არ ვიცი, ზუსტად გონი სულხან საბა ორბელიანს აქვს, რომელიც იგავია ასეთი, აი შეგახსენებთ, იყოს ქვეყანა, რომელსაც მართავდა მეფე და ყავდა ვეზირი. მეფე ეკითხება თავის ვეზირს, ხალხი როგორ ცხოვრობსო, როგორ არიანო? ო, წვალობენო, კაბიო. გადასახადები მოუმატეო. ავიდა დრო და მეფემ ისე ვეზირს კითხა, როგორ ცხოვრობს ხალხიო? ავით ირიანო, წვალობენო, ბუზღუნებენო. კარგია, გააგრძელე მასეო და ცოტა კიდევ მოუმატე გადასახადიო. ნუ გადასახადი დრო და ისევ ეკითხება მეფე ვეზირს, რა შვება ხალხიო და ხალხი მშიერიაო, დათხოვებული მიწაზე აღარ შეუძლიათ, ვეღარ სუნთქავენ. კარგია, ყველაფერი კარგად მიდისო. და კიდევ მოუმატე გადასახადებიო და კიდევ რაღაცები გააკეთეო, ნუ. და ბოლოს უკვე კიდევ რო დაიბარა მეფემ ეს ვეზირი და კითხა რა შვება ხალხიო და ვეზირმა უპასუხა მეფეო ხალხი იცინოსო და კვდება სიცილითო რა ემაო და აი უკვე დროა ჩვენ აქედან წავიდეთო და მეფე მოთხრა სახელმწიფო აი ეს იგავი მახსენებს აი ჩვენ მდგომარეობას რა აი საქართველოში რაც ხდება ალბათ იგავი იცით რომ არის ასეთი გადმოცემით ეზეპოსენი და აი ზუსტად ეს მდგომარეობა და აი ზოგიერთ მე რატო გაცინიერ და ალბათ მეც ხო ვიცინი და უკვე იმ მდგომარეობა მივიდა საქართველოს ხალხი უკვე იცინის და ზოგიერთ უკვე ავიწყდება და მე ურჩევ რომ წაიკითხონ ეს იგავი და გაანალიზო და დასკვნები გამოიტანო ვისაც ეკუთვნის ეს ნუ გამგები გაიგებს არ გამგები აქვთ მე თავის თავს თვითონ დააბრალოს ვინც ვერ გაიგებს მოდი ახლა განვიხილოთ ისაკით მეჯღანოშვილი და რატო ესეც აი ზუსტად იმ დროს ესა ქადაგება ეს მოთხრობა რაც აი დღეს ხდება საქართველოში და არა მარტო საქართველოში არამედ თელ სოფლიოში მე როგორც ხედავ მაგრამ ჩვენ ხო ქართველები ვართ ჩვენ საქართველოს გვაწუხებს და იქიდან ლაპარაკობთ ყველაფერს სანამ ვიტყვი რომ ჩვენ მეჯღანოაშვილების დროში ცხოვრობთ მოდი განვიხილოთ ეს მოთხრობა აი სასწაული მოთხრობა წარმოიდგინეთ 160-150 წლის წინ დაწერა ეს არდაზიანმა და როგორ არგა ზუსტად გამოსახა ამ სტილის მოთხრობა ალბათ იყო აი ბალზაკს დაწერილი გოვსეკი ეს სოლომონ მეჯღანოშვილი სასწაული გმირია მაგრამ ნუ გმირი გასაგებია მაგრამ ხდება მე მახსოვს კლას გარეშე წაკითხვის ის უკვე კომუნისტების დროს და ბავშვი ვიყავი მაშინ ამდენი 14-15 წლის ვიყავი და ხოიცი და კომუნისტების დროს ფულის კეთება რასა ის იყო სიცხვილი იყო ეს იყო და აი ეს ჩარჩა და ვაჭრად ავითვისე რა ნუ გავიგე ესა ნუ სასაცილო იყო ფულის კეთების ამბავში მე სადაც 25-26 წლის ასაკში წავიკითხე და ნუ დამჭა მაგრამ მე ცოტა რომ გავიზარდე ეს არის ძალიან მაგარი წიგნი ფაქტობრივად აღწეს არდაზიანი აღწეს მე-18 საუკუნის დასაწყისში როცა საქართველოს რუსეთის იმპერია გახდა
და როცა ფეოდალური წყობა გადავიდა კაპიტალიზმი შემოდიოდა და კაპიტალიზმის რა ხასიათებს რომ ადრე თუ არისტოკრატი იყავი საუკუნეების განმავლობაში განმავლობაში და სიმდიდრე მოგდიოდა არისტოკრატის შთამომავლობით კაპიტალისტურ წყობაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც ნოლიდან იწყებდნენ ცხოვრებას და ცხოვრებას ისე რომანტიკულია და მართლა კარგიც რაღაცაა ეხლა რატომაც არა ეხლა ადამიანი თუ ჭკვიანია განათლებულია და უბრალოდ მარიფათია რატომაც არა და უკვე წამოვიდა ისეთი კატეგორიის ადამიანები რომლებიც არ წარმომავლობა ჰქონდათ არ წინაპრები არაფერი არ დაუტოვებიათ წინაპრებს და აი ნოლიდან უფრო უარესი მინუსიდან იწყებდნენ ცხოვრებას და იმხელა ფული ჰქონდათ ნაშოვნი და იმხელა წარმატებებს მიაღწიეს სულთან კომერციულ თვალსაზრისით რომ ვა რა მაგარია ნუ შეგახსენებთ გახსოვთ ხო ეს პატარა ბიჭი იყო სოლომონი 16 წლის დედა ყავდა რომელიც მამა მოუკვდა და გაუჭიდა ისე და ეს აღარ იცოდა რა ქნა და ეს დედა გაიანე სომხური შეიძლება თბილისში ხო იცი როგორა სომხური არეული ქალაქია და სომხებს ხო ეს ვაჭრობის და იმის ნიჭი აქვს და ზუსტად აი ესე მიყვება და აი გვარებში და სახელებშიც ამ მოთხრობაში ჩვენი მწერალი გამოსახავს სხვადასხვა სიმბოლოები და ამ სიმბოლოებსაც მე გეტყვი და აი თვითონ მეჯღანოა რა არის მეჯღანო ესე იგი მეჯღანას ვის ეძახდნენ აუ ერთი გამახსენდა მაგრამ მარე ვიტყვი ახლა ეს ციგნი გონდა წაკითხული და ჩვენთან კორპუსის ქვემოთ ერთი აშოტა იყო აშაკა ბუდიშით იყო მეწაღე საპოჟნიკი რა ფეხსაცმელებს არ ემონტებდა ხოლმე და ეცოდაც რომ წავიდნენ კაი ახლო ურთიერთობა მქონდა ახლა მოხუცი კაცი იყო სადღაც 75 წელი და მთელი ცხოვრება იმას მუშაობდა რა ფეხსაცმელებს აკეთებდა და ერთხელაც მივედი და აშაკაძეა მეთქი იცი შენ ვინ ახარ მეთქი და ვინა ვარ მე საპოჟნიკია მეჯღანოა ხარ მეჯღანოა კი რა არ ესიამონა მეჯღანა ეთიტო სიტყვა არ ესიამონა რა მეჯღანა ხარ მეთქი და რატო ვამბობ ეხლა ამას რომ მეჯღანა რას ნიშნავს ესე აი ესე იგი რაღაცა დაჯღანულია ხო ეხლა იმაში ცუდი არ არის ეხლა შენ მეწავე ხარ არ ემონტებ მაგრამ იმ კაფუჭებულ ფეხსაცმელს აკეთებ და კაი საქმეს აკეთებ ხო რატომაც არა მაგრამ რატომაც აი მეჯღანა ძალიან უარყოფითად არის გავრცელებული ჩვენ ცნობიერებაში და სინამდვილეში რა არის ესე იგი მეჯღანო ესე იგი გაფუჭებული საქმე თუ აი რაღაცა ნიტო რა მეჯღანა ხარ რას მეჯღანები ესე იგი შენ რა კაი სახე რო გაქვს და იჯღანები ესე იგი რაღაც არ არის ხო ესე იგი ისე არ არის რაც საჭიროა ეს იუტას ვესტეიშენი ხო სულ ღია რა შევიდეთ ერთი გავიაროთ ეს შემოდიო და შეგამოწყვეტო და წონა მძიმე არა მაგრამ რა ვიცი ხო ისე შმახს არ ძინავს არ გიდა მაინც იძაბები რა წონა კი არა მაგ დარგული მაგრამ ეს გამოწმებენ დავიარეთ ფორმიანი კაცი მაინც ხო და რას ვამბობდი მეჯღანო ესე კი რაღაც ნიტოა და ეს კაცი იყო ესე მწერა საახშირათაკი გრაინდიძია წყეტლაძია ამით უნდა გამოხატოს თავისი არს იმ კაცის ხასიათი და ეს იყო სოლომონ მეჯღანოაშვილი ესე იგი ამ პატარა სოლომონს მამა რომ მოუკვდა ამ დედას გაუჭიდა და ისე მოხდა რომ ეს დედა მოხდა რაინდიძის ოჯახში რაინდიძე არიან თავადები და იქ მიიღო განათლება ყურადღების ქვეშ იყო და 16-17 წლის ასაკში უკვე როგორ სრულწლოვანი რო გახდა ჩვენი სოლომონი დაუბრუნდა თავის ძველ სახლს რომელიც ნარიყალას ქვებზე ციხის უბანს ეძახიან და ის კარგა აი ეს
უნდა იცოდი ეს ადგილები რომ შეიგრძნო იქაურობა და ძალიან მაგარი მე მაგას უმიყვარდა ხოლმე მაგუბნებში სიარული მით უმეტეს ჩემი კლასელები მანცხოვრობდნენ სიონის გარშემო მთელი ბავშვობა მაგ გატარებული და რაღაცა ეხლა რო ვკითხულობ ხოლმე სულ მახსენდება ეს ადგილები ჩვენ პატარა სოლომონს ისე გაუჭიდა კი იყოს დილობიანი ყველაფერი აი განათლებაც ჰქონდა მაგრამ ფული არ ჰქონდა და იმ ძველ სახში რომ დაბრუნდება იმ ციხისძირში იქ თავიდან ოპოლილია რომ დედა ძალიან შეურაცხყოფი აყენეს ერთ-ერთმა მეზობელმა რომელიც იყო სოლდოგარი ანუ ვაჭარი იყო რომელიც ეს ვაჭარი გახდება ძალიან მდიდარი და რაღაცნაირად ამ ბავშვს ახსოვდა ეს რომ დედამისი დააჩაგრეს და ეხლა 17-18 წლის ასაკში რომ დაბრუნდა იმ სახში უნდა დაეწყო თავისი ცხოვრება და ეხლა ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამასობაში მან დაიწყო იქ მეიდანი რო იყო ბაზრობა იქ დაიწყო ჩარჩობა რომ დაამუღამო რომ ერთ რაღაცას გლეხისგან იყიდით იაფად მე გაყიდით ძვირად ამაში ფულს მოიგებდი მე სხვადასხვა საქართველოს სხვა კუთხეებში დადიოდა საქონელი ჩამოქონდა ერთ სიტყვით ჩარჩობა ანუ დღევანდელი დღით კომერცია ქვია მაგას ხო ადრე ჩარჩობა იყო ხა კომუნისტებით რო ჩარჩობა ვაჭრობა სიცილად ითვლებოდა გახსოვთ ხო ჩვენი თავადები არ კადრულობდნენ ვაჭრობას და მთელი თბილისი სულ სავსე იყო ებრაელები და სომხებით რომლებიც ამ ყიდვა გაყიდვის საშუალებით მეგობრებო ხო არ აკლე თან საქმეს ვაკეთე და თან ყვები და არ გამოდის მაგრამ რა ვქნათ ასეთი მომენტია იმიტომ რომ ეხლა თუ არა ვთქვი არ გამოდის ხო და აი რო წაიკითხო ხა კომუნისტები დროს ამ ვაჭრობა მოცემა ძალიან სიცხვილად ითვლებოდა ხო რა ფული ჩარჩი მარჩი და 1000 რაღაცეები მაგრამ ეხლა რო წაიკითხო ისეთი ნიუანსები აი სულთა კომერციული თვალსაზრისით რასაც ეხლა ხდება პატარა მასშტაბით თუ დიდი მასშტაბით ის ანსი არ შეცვლილა აი იგივეა ეხლა ის რო არის ბაზარს რო დაწერებ ოფსეკი მაგით იშოვა ხო ფული და მე მალავდა და ასე რაღაცებს აკეთებდა და ნუ რატო თქვი ხა ოფსეკი რატო გამახსენდა რომ ამ ფულის შოვნის დროს ეს კი ფულის შოვნის ნიჭი გამოაჩნდა ამ პატარა სოლომონს და ისეთი ნიუანსები აღწერილი იქ როგორ უნდა დააკლო ფასი იქ როგორ უნდა მოუმატო იქ ბაზრიდან გამომდინარე რა უნდა იყიდო რა უნდა შემოიტანო და ფულის დაგროვება დაიწყო მაგრამ ტიპი იყო ძალიან შიშა რა ზენებათ ეხა ცხოვრებაში ზოგი ძველი ბიჭია ზოგი მაგარი ბიჭია ზოგი ასეთი ესეთია მაგრამ იმდენად თხილი იყო ეხა ვაჭრობაში რო გაქვს საქმე ხო და ტრიალი სხვადასხვა ხალხში იქ ხო სხვადასხვა ადამიანთა მოგიწევს სიარული მაგრამ სულ ამჟღავნებ და ამშის ნუ ეხა შიში და არ თუ სიფთხილე მოდი ჩვენ დავარქვათ ამას სიფთხილე თხილობდა აქედან გამომდინარე იმდენი კი იცოდა რომ ფულის გამოჩერა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმიტომ რომ შეიძლება ეს სუსტი ბიჭი იყო იქ რაღაცა გადარეული გადმორეული დაიჭრებოდა და სულ დადიოდა დახეული დაჩაჩანკარი ისეთი ძველი ტანსაცვლით მაგრამ ამასობაში ამ ფულებს აგროვებდა თავი დივანში საფარი ქონდა და გავიდა 1 წელი 2 წელი და ხედავს რომ ამ სადაც ფულს ინახავდა კაი დიდი რაოდენობის ფული მოაგროვა და რომაში წერს რომ იმდენად დაამუღამო ეს ვაჭრობის ნიუანსები ამით ამაყობს კიდევაც მაგრამ ყველაზე დიდად იმით ამაყობს რომ ფული ქონდა ძალიან დიდი რაოდენობის და ყოველ საღამოს მოდიოდა და ამ ფულს ითვლიდა მაგრამ დაძიოდა დაძონძილი მოძონძილი და ასე შემდეგ მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაც კეთილშობილი ადამიანი იყო და უნდოდა რაღაც წისვლა და წავიდა იმ რაინდიძის ოჯახში სადაც ესა თავადი იყო ალექსანდრე რაინდიძე ის ახლა თანამდებობის პირი იყო და სულ ღია იმებში რაღაც ბალებზე კონცერტებზე და იმებში საზოგადოებაში გამოსული ადამიანი იყო და აი ეს რაღაცნაირად მოუნდა და ალექსანდრესთან რომ მივიდა სტუმრად ეს ტანსაცმელი სულ გაიხადა და სულ ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა და ისეთი იმით მივიდა ყველა უყვირდა ეს ვინ არის ასეთი ახალგაზრდა და ასე კარგად ჩაცმული და ასე თითქოს გამოწყებილი ადამიანი ის ალექსანდრე რაინდიძე ნამდვილად კეთილშობილი და განათლებული ადამიანი იყო ძალიან კარგად მიიღო მე რო კითხა როგორ ანაირად ამან თქვა რომ მე მოიტყვა პირველ რიგში მოიტყვა რომ კარგად რო იყო ჩაცმული სოლომონმა მე თვითონაც ამბობს ეს მოთხრობა როგორ არის დაწერილი ახსარებითი იმით ამბობს მე ხო არ დავიწყებდიო ხო არ მოვიტყუებოდიო რომ
იქ ჩარჩობდი და ვაჭრობდი და რაღაცასო და წავედიო რუსეთშიო და იქ თანამდე რაღაცაზე ვიყავიო და იქიდანო განათლება მივიღეო და ჩამოვედი საქართველოშიო. ალექსანდრ აინდიძეს გაუხადა რომ მაინც მაგის სახში იყო ეს კაცი გაზრდილი და ერთ სიტყვით დაახლოვდნენ იქით-აქ და მე რაღაცა ალექსანდრ აინდიძე თავადი იყო და რაღაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამ სოლომონმა შესთავაზა რომ მე გასესხებო შენო ფულს რომ მე მაქო 1-2 კაპიკი და ალექსანდრ აინდიძეს გაუხარდება და მისცემს. ამით სოლომონს უნდა რომ კი ისედაც პატივცემდა ამ ალექსანდრ აინდიძეს, მაგრამ ამით უნდა კარგი გაეკეთებინა და რაღაცნაირად თითქოს საზოგადოებაში გასულიყო. ეს შინაგანად ის გქონდა, ჯერ კიდევ ვერ ბედავდა, მაგრამ აი შინაგანი მოთხოვნა ჰქონდა. ну ის აღამო გაატარა ალექსანდრესთან ასე თუ ისე და მე ისევ დაბრუნდა თავის სოროში, თავის სოროს ეძახის და ისევ განაგრძო ამ ფულის ჩარჩობა, მოღება, აღება, ვაჭრობა და ფულის დაგროვება. ეს ხან ღვინო, ხან საქონელი რომ მოქონდა სხვადასხვა რაიონებში ლეხები და ხო მოქონდა ეს პროდუქტები, საჭმელები, ხორცი, ფქვილი, ქათამი, 1000 რაღაცა და მე ასეთი რაღაცა შეამჩნია რომ ლეხებს უნდა ფული. და წინასწარ პროდუქცია არ ქონდა, მაგრამ წინასწარ დებდა ხოლმე, აძლევდა ამ ფულს და მე ერთი წლის შემდეგ, 9 წლის შემდეგ მოდიოდა და საქონელსაც იღებდა და ფულსაც იბრუნებდა რა. ეს ერთ-ერთი ასეთი კომერციული ოპერაცია ხო ზოგადად და მე ისე დაამუღარა რომ თუ ფულს მისცემდა პროცენტურად ხო მევახშეც გახდა ესე იგი მისცემდა თქვა 100 თუმას მე თქვა ერთი წლის შემდეგ უკან იბრუნებდა 150 თუმას და ეს ოპერაცია ძალიან მოეწონა. მე ამას ეხლა ყვები რომელ პერიოდს ეხლა მე-19 საუკუნის დასაწყისია ხო? მაშინ ბანკები არ იყო და ეს საფინანსო ორგანიზაციები არ იყო და ფაქტურად აი მაგ პროცესიც იყო და ფაქტურად ბანკირობდა. ნუ ეხლა ჩვენ კი ვეძახით მევახშეობას პროცენტების გამცემად, მაგრამ ერთ-ერთი კომერციული ბიზნესური საქმიანობაა. გაუჩნდა ამ ჩვენ სოლომონს უკვე ძალიან დიდი ფული და ამბიცია რომ ცოტა უკვე ძლიერად როიგზნო თავი გაახსენდა ამ ხოიცით ახლა ვაჭრობაში როგორი კონკურენცია, როგორი ძირავენ, აყვავებენ, აკდებენ და გაახსენდა გასპარიჩი, რომელიც გასპარიჩია ბოდიში დამოვიდა სახელი. ის ადამიანები, ვინც თავის დედამის ასე თუ ისე მეზობლობის დროს რაღაცნაირად შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ის ადამიანი გახდა ძალიან მდიდარი. მაგრამ ჩაუშვდა, რომ ახსენდა რომ დედამის ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა, მე შენ გიჩვენებო და ის გასპარიჩი ძალიან მდიდარი ადამიანი იყო, მაგრამ ეს ჩაუშვდა და ისე ჩაუშვდა თვითონ არ ჩანდა მას სხვისი ხელით ეს გასპარიჩი გაანადგურა. რაღაც 3-4 წელი მოუნდა, მაგრამ გაანადგურა და ისე გაანადგურა, რომ ეს გასპარიჩმა ყველაფერი გაყიდა და გაანურა რა. არ გაგონებთ ესა? თვითონ არ ჩანდა, სხვისი ხელით აკეთებდა რა. და ბოლოს რა გააკეთა, იცით, აი ეს გასპარიჩი ხო გაკოტრდა და უკვე საჭმლის ფულიც არ ქონდა და 3 გოგო ყავდა გასათხოვი და იქ მივიდა და ამ გოგოების რაღაც ეხმარებოდა ამ გასპარიჩს და გასპარიჩმა ვაიმე შენ რა დიდი მადლობა ეს რა კაი რაღაცას მიკეთებოდა. ესე იგი ვინც გაანადგურა ის აღმერთებდა ამას სოლომონ მეძღანოაშვილს. აი წარმოიდგინეთ, ეხლა მე ვიღაცა გავანადგურო და ის ვინც გავანადგური ის ჩემი მე ვყავდე ხატად. დღევანდელი დღე არ გახსენდეთ რა. ნუ ასია თუ ისია, აი სულთა კომერციული ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მაგარი წიგნია, მართალია შეიძლება ძალიან ისეთ უბრალო ენით წერია, მაგრამ აი სულთა კომერციული პროცესებით, კომერციული სიტუაციებით არის ძალიან მაგარი. ამასობაში ცოლი მოიყვანა ჩვენმა სოლომონმა, შემოაპარეს მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მთხილი იყო და ფულები ჰქონდა, მოიცით რა ხანუმები და ისინი იყვნენ და შემოაპარეს ცოლი და ამ ცოლს შვილს აცხოვრებდა, რა ვიცი, აი ძალიან ცუდად რა. ფულები ჰქონდა, მილიონები ჰქონდა, მაგრამ ის სახში რო შეხვდოდი, ვეც კი მიხვდებოდი, გეგონებოდა ვიღაცა პატარა ღარიბი განადგურებული ოჯახი იყო და იქ არის ძალიან მაგარი სცენები, რომ თავის ქალიშვილი ამრიგო დახეული კაბი დადის, 16-17 წლის გოგოა, ლამაზი გოგოა, ის ბიჭი ისაკა, სოლომონ ისაკი მამამის სახელი ჰქონდა სკოლაში დასინოდნენ რა არის ფული არა გაქო და აი უკვე სოლომონი დაფიქრდება, კაცო ფულის მეტი რა მაქვს და ჩემმა შვილებმა რა დააშავესო რა და რაღაცნაირად აი
გამოსხივება თუ რაღაცა მოხდება და ცოლთან ერთად მე ცოლით ბევრ რაღაცას ითმენდა უკვე 15-20 წელი იყო გასული, უკვე პატარაც აღარა ეს რაღაც 40-45 წლის არის და ამ სოლომონ ისაკიც რაღაცა თავში რა მოუვიდა რანაირად და არა რა თვიდა ეს ფულიო მე თუ საზოგადოებაში არ გავედიო და გაახსენდა აი თავიდან ალექსიძე რაინდიძესთან რომ დადიოდა ის შინაგანი ფიქრები რომ როგორ უნდა საზოგადოებაში გასვლა და ეხლა ბევრს არ მოყვები და რაღაცნაირად საზოგადოებაში გავა ამ რაინდიძის საშუალებით აი ეს რაინდიძე კი იყო თავარი და რაღაც თანამდებობები ჰქონდა იმ სახელმწიფო სამსახურებში მაგრამ ამას ჰქონდა უკვე ფული და სოლომონ ისაკით მეჭღანოვაშვილი გახდა სოლომონოვიჩი სოლომონი და ძალიან დიდ პატივისცემაში იყო პერიოდულად ეხმარებოდა ადამიანებს, მაგრამ ისე არ ეხმარებოდა, რომ უკან სარგებელი არ ქონოდა და ეს ყველაფერი აღწერილი აქვს არდაზიანს და ეს ჩვენი სოლომონი ცდილობს ამ მაღალ საზოგადოებაში იტრიალოს ეს ცოლიც უყრეთელი ცხოვრება რომ გაჭირვებული იყო და უცბად სოლორაკში სახს იყიდიან, ბალებს აკეთებენ, შეხვედრებს აკეთებენ უმაღლესი დონის ადამიანებს ეპატიჟებიან ხოლმე მათთან მაგრამ არა რა მისორფია სოფიო ფაბრიკოს გათხოვება უნდა და მდიდარ იმაზე მაგრამ არ გამოდის არ ყოფნის განათლება შინაგანი ბუნება არ აქვს და პერიოდულად იმ ვაჭრულ და კომერციული საქმიანობებში ზოგჯერ ვიღაცის განადგურება სჭირდებოდა და როგორ ახლა ფულია გასაკეთებელი და რა დრო შენი რაინდული და შინაგანი და კაცური საქმეები უნდა გადაუარო თავარია შემოსავლი და მე ფული რო გაქვს ეს რო გაქვს მე ამ ფულით ყველაფერს გააკეთებ აი ეს ამ აზროვნებას და ამ ფსიქოლოგიას ვერ მოშორდა ჩვენი სოლომონ ისაკიჩი გახსერილია სხვადასხვა სიტუაციები და ყველგან სოლომონს ხოდა ფულის იმედი და ყველგან ეგონა რომ მარტო ფულით გააკეთებდა ყველაფერს და გამოსდის ძალიან მაგრამ პატივსცემენ თავს უქნევენ იმას უქნევენ მაგრამ იმდენად თხილა რომ ისინი იმდენის კი იცის რომ მაგარ ხო ბევრი ვაჭარი და ეს გაანადგურა ამ ფულის შოვნაში მაგრამ იმასაც ხდებოდა რომ მოვიდოდა ისეთი დღე რომ როგორც სხვა ვაჭრები და ეს დიდარი ხალხი განადგურდა, ისე განადგურდებოდა ეს თვითონაც. მაგრამ ყველაფერი გაითვალისწინა, მაინც იქამდე ვერ ანადგურებდი, თუ იმდენი ფული ქონდა, იმდენი ის ქონდა, რომ მაგრამ ამ ზონაში და ამ გაგანიაში ერთ რაღაცას მიხვდა ეს ჩვენი სოლომონ, აი ფაქტურად ეს წიგნის ეს დრამატული ბოლოა, რომ ესე იგი მას მთელი ცხოვრება რომ ეგონა რომ ფული თუ იქნებოდა და იქნებოდა ბედნიერი და ბედნიერებას მიაღწევდა ой საუცრება და ვერაფერსაც ვერ მიაღწია იმიტომ რომ თითქოს ეს ფული ეს წარმატება მას უნდა თავისი მომავლისთვის და შვილი ვერ გაკაჩავს ეს ბიჭი ცოტა ფიზიკურად ვერ გაჩავდა და მე გოგო თამრიკო რომელიც ზედამთვარე ამოსდიოდა ავად გახდება და ნუ ფაქტურად გარდაიცვლება ეს გოგონა და მე უკვე ეს სოლომონ ისაკიჩი იძახის რა არისო ჩემი ცხოვრებაო მეგონაო ფულით ყველაფერს გავაკეთებდი ბედნიერებას მივაღწევდიო მაგრამ ბედნიერებას ვერ მიაღწია ბიჭი სუსტნაკლული იყო გოგო გარდაეცვალა და მე აი ფინალი არის ასწაული რა და იწყებს რომ რატო მოხდა ეს ასეო რა დავაშავე ამისთანაო და მე რატომაც აი უცბად გაახსენდება რომ რამდენი ადამიანი გაანადგურა რამდენი მოსპო რამდენი გააკოტრა და სოლომონი ხდება იმას რომ ყველაფერი ეს ამის ბრალია იმის ბრალი რაც ცხოვრებითაც იცხოვრა და ფაქტურად ფული ეგონა ყველაფერი, მაგრამ იმასაც იძახის, რომ ვითომ ვეხმარებოდიო, მაგრამ ხო ვეხმარებოდი, მაგრამ ეხმარებოდა ისიც გათვლით. თუ იმეს დაეხმარებოდა, ტყუილობოდ არავის არ ეხმარებოდა. უნდა მოგება გაეთვალა, უნდა მთელი სიტუაციები გაეთვალა, ტრიკები და 1000 რაღაცი გაეკეთებინა, რომ ფული შეშოვა და რაც თავარია, ფული შეენარჩუნებინა.
ზოგადად ასე არ არის მეგობრებო, აი გადახედოთ მილიონერების ცხოვრებას, დიდარი ადამიანების ცხოვრებას. რა მაგარია მიაღწევს და მარტო მიღწევა არ კმარა, აი მის შენარჩუნებაა დიდი ხელოვნება და სამწუხაროდ არ ვიცი ხა მაგას ვერ ვიტყვი სამწუხაროდ რო საკარგოთ ფაქტია რომ ადამიანები ამ სიმდიდრეს და ამ წარმატებას რომელიც ფულის სახით და ქონების სახით გამოისახება ვერ ინარჩუნებენ და მთელი ტრაგედიზმი მაგაშია აი არ ვიცი ხა როგორ გითხრათ ხა აი ამ წიგში ეს ტრაგედია მაგრა იქცნობა, იმიტომ რომ ეს სოლომონი ყვება როგორც აღსარების სახით, მოთხრობის სახით, აი ბოლოს ტრიქონები, ბოლო აი გვერდი, აი ძალიან აი როგორ აი გურზე მოხდება რა. აი მე ვფიქრობ რა არის წარმატება. კი, ვითომ კომუნისტები და აი ფული, მაგრამ რეალობად ხო სამწუხაროდ ფული მართლა სერიოზული რაღაცა და ფულის გარეშე ბევრ რაღაცას ვერ გააკეთებ, მაგრამ აქ მთელი უბედურება რა შეიძლება. ფულს რო კერპად აღითქვა ღმერთს გადადებდა, გონია რომ ღმერთი სადღაც შორს არის და უმეტეს შემთხვევაში არც ახსოვთ და აი ფული ახალს რა გონია იცი რომ აი მთელი ცხოვრება იცხოვრებდა ეს ფული სულ იქნება და ფულით ყველაფერს გადაწყვეტავი და რატომაც ავიწყდებათ რომ წუთი სოფლით არიან აქ მოსულები და ეს ამ ფულს რატომაც გონიათ რომ წაიღებენ და ამ დროს საწაიღებენ ვერ წაიღებენ და ტოვებენ იმას მითიცად გაკეთებული და ავიწყდებათ რომ თუნდაც იმ ფულით რომ გააკეთო კარგი საქმე გააკეთე მაგრამ ცუდ საქმესაც რო აკეთებ და მაგაზე რო არ ფიქრობ აი ძალიან პარადოქსულია და აი ებას ქვია მეჯღანუაშვილობა იმიტომ რომ მეჯღანუაშვილი სოლომონე ნანობს რა იყო ჩემი ცხოვრება რა გავაკეთე ამით რომ მარტო ფული იყო ჩემთვისო და ფულით ვაკეთებდი ყველაფერს მეგონაო მაგრამ საბოლოო ჯაში რა შემჩა ხელშიო არაფერიო აი რა ვიცი აი ძალიან მტკივნეული აი მე შეიძლება ახლა ვერ გადმოგეცით ესა მაგრამ წაიკითხეთ და კარგად მიხვდებით სოლომონ არტაზიანს ვისი თქმა უნდოდა და სოლომონას ვისი თქმა უნდოდა იგივეა აი წარმოიდგინეთ აი ეს არის ბაზაკის ეგანაც რო თქვი გოფსეკი რომ მოკვდება ისეთ რომ მე ვახ შეიყო და რომ მოკვდება მის ოთახს გახსნია აი კონსერვების აი იმდენი ფული ქონდა რომ ოპი ქონდა მოკიდებული ჭიები ჭამდნენ ამ დროს გოფსეკი ძალიან ჭკვიანი აი თქვენ თუ წაიკითხავთ აი ეს მოხვეული გადახვეული მე ტრუკაჩია რა გაგონეთ ხო ესე ტრუკები ზუსტია მაგრამ საბოლოო ჯამში რა დაჭიანებული ფული იპოვეს სადაც თავები ჭამდნენ მის ფულს აი ეს იყო მაგის ბოლო ფაქტიურად სოლომონ მეჯღანუაშვილიც მაგას ამბობდა რა გამოვიდა არაფერიც არ გამოვიდა და წარმოიდგინეთ ახლა წეღანაც რო ვთქვი რომ ამ კომერციულ სიტუაციებში რომ მოძრაობდა გონია რა მაგარია რა მაგარი ტრუკაჩია და აი ახლა სპორტული ჟინივით ახარ ხო მაგრამ ამ დროს მოდის დრო და მე ფიქრობ რა იყო ჩემი ცხოვრება და აქ არის მთელი ტრაგედია რატო თქვი მეგობრებო ეს ახლა რატო ვამბობ და შეხედეთ აი დღევანდელი მომენტიც ასე არ არის შენ ფულს აკეთებ, ოღონდ ფული იშოვა და რა მოყვება მაგას და რა ვიცი მე დღევანდელ საქართველოში რამდენი მეჯღანუაშვილები ყავდა ხარისხები ამ მეჯღანუაშვილების ხარისხებად მაგრამ ეს ფსიქოლოგია მეჯღანუაშვილის რო არ მოდი და მოტო ფული გავაკეთო და იგივე არ არის 6 მილიარდი ნახეს ახლა ფული რა რჩება რა მინუსი რატო იმას ხვალინდე დღეზე რა გინდა ასეთ ფულია სამყაროში გინდა შენი შთამომავლობა შენ ფული გაქვს და შენი შვილები წავლენ მაგრამ სად არის შენი ეროვნული სიყვარული სად არის შენი ქართული სიყვარული ქართული არ ვიცახი ადამიანური შენ როგორ გინდა ჩემ შემდეგ რაც გინდა იყოს და ეს ფულია შენი ღმერთი და ამ დროს ნამდვილი ღმერთი სადღაც შორს აქვს საშინელება ახლა იმ დღეს ვლაპარაკობდი ამ თემაზე და დამირეკა ჩემმა ახლობელმა და ასეთი რაღაცა მითხრა წარმოიდგინეთ ვამბობ რომ მეჯღანუაშვილების დრო არის და აი წარმოიდგინეთ ახლა ხო არის მოდაში არ ვიცი როცა აი თირკმელების გაყიდვა ორგანოების გაყიდვა და ფულს იღებენ და არ ვიცი არ მგონია მაგრამ მეთქი მათხოვებ თუ მეხუმრები მეთქი და ცოლქმანი ყოფილა და ქმარს თირკმელი გაყიდა ორი თირკმელი ყვა და რატო იცით მეგობრებო თურმე ცოლს დომებია უმაღლესი დოლის ბოლო გამოშვების მანქანა
მეთქი ებს ლაპარაკო არა უზმარო ეგ გაჩვენებთ რა აი წარმოიდგინეთ რა თირკმელს ყიდის იმიტომ რომ შენ საყვარელ ცოლს აცშუქო ბოლო გამოშვების რაღაცა მანქანა ესეც მეჯღანვაშვილობა არ არის დაფიქრეთ აი რა არის ესა ხო და ეს მეჯღანვაშვილობა სხვადასხვა ხარისხითა მაგარი მეჯღანი სოლომონივი თუ იქნები მილიონები გედება ხო მაგარი ხარ თუ არა და ამ დროს სოლომონმაც ეცადა მაღალ საზოგადოებაში ეტრიალა მაგრამ მაინც ვერ გაკაჩა იმიტომ რომ სულით იყო სულით ვერ კაჩავდა და იმ რაინდიძეს და იმებს ვერ გაუტურდა აი მაგარი ციგნია რა მაგარი ციგნი და რატომაც აი წყალივით მომიდა ამ ციგნის წაკითხვა და რა ვიცი წაიკითხეთ მეგობრებო წაიკითხეთ და უკვე მივხვდებით რა ხდება არა მარტო საქართველოში არა მთელ მსოფლიოში და უფრო გამკლავებულები ვიქნებით და უფრო ძლიერები ვიქნებით რა ისე თქვა დანარჩენი ხო იცით მეგობრებო ჩვენ როგორ ვამბობთ ეს სამყარო ღმერთით იწყება ღმერთით თავდება და როგორ ავიწყდება ეს ღმერთი და რა ხდება როგორ ხდება იმიტომაცაც აი ესეთი მეჯღანვაშვილები და აქვეენოს აცავად რა თავისი დამახინჯებული ფორმით აი ასე გადმოგეცით მეგობრებო ჩემი მეჯღანვაშვილის შესახებ მე ყოველთვის ვთვლობ ხოლმე რომ ემოციურად არა იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემები გვექნება გადასაჭრელი და ერთად გავაკეთოთ რომ ღმერთის ხო მაგას გვეუბნებს სიმშვიდე შენ და მოიპოვეს სული შენი აი ნახოთ აბა ამ მიმდინარე პროცესებში ამ მიმდინარე ბრძოლებში რომელიც ახლა ჩვენ გველოდება ბრძოლა იმით ამით ყოველთვის გველოდება და ეს ცხოვრებაა და თავრია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ღმერთს და ღმერთი ხშირად ვიძახით ჩვენ თუ ვართ ღმერთთან ღმერთი იქნება ჩვენთან და რომელი არაბი რომელი სპარსი რომელი რუსი რომელი ცისფერი რომელი ევროკავშირი და რომელი ჩვენ დაგო ჩვენ უნდა ვიყოთ ღმერთთან და ნებისმიერ ადამიანთან იმ დღეს ვაპარაკობთ ჩემ შვილთან მოიცით ახლა როგორ არის ხოლმე რა ასეთი გამოთქმა რო არის რა სადაც სადაურ ქვეყანაში იქაური ქუდი დაიხურეო და პრობლემა არ გექნებაო და აი მან ცოტა მე ვერა რა ვერ გავიგე ახლა ქურდებში მოვხდი ქურდი გავხდე ბოდიში და ბოზებში მოვხდი ბოზი გავხდე ცისფერი გავხდე აი ასე რადიკალურად ვიძახი რა გოთვენებში გავხდე და რა არის გამოსავალი აბა როგორ მინდა გადაიჩინო შენი თავი ხო ესეც აი სადაური რომელ ქვეყანას ხა იქაური ქუდი დაიხურე ამას რატომ ამბობ რომ შენ არ დაზარალმე რა ამ დროს ჩვენ უფრო უკეთესი ვარიანტი ერთი წესმარიტება იყავი ღმერთთან და ღმერთი რასაც გეტყვის ისე მოიქეცი და ღმერთთან ერთად რო ხარ წერ ღმერთი დააყენე და იმის გზებით გინდა ქურდებში მოხდი გინდა ბანდიტებში გინდა ცისფერებში გინდა მაიმუნებში და გინდა იმებში და როცა შენ ღმერთი ჩაჭიდებული ხარ და ღმერთს ასე მიყავხარ ვინმე გაჯობებს გამორიცხული კარგით აბა მეგობრებო ცოტა ამ ჯაგაჯუგში მაინც ალბათ ვილაპარაკე ცოტა გადმოვეჩი ჩემი სათქმელი და რა ვიცი ადავლე თვალებს სოლომონ მეჯღანვაშვილის ისტორიას არ არის დიდი წიგნი მაგ აი იმას მიიღებ და რას ვიზამ მეჯღანვაშვილების დროში ვცხოვრობ მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ უნდა დაუპირისპირდეთ მან და აგერ წეღანა თქვი როგორ და უფალი გვეუბნება ამას კარგით აბა გემშვიდობებით მეგობრებო ღმერთი ჩვენთან და იმედია საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით ვიდეოები გადაღებული მაქვს და მე დასაწყისშიც რო ვთქვი ჩემ ვიდეოს ჩვეულებრივად გადავიღებთ ახლა თლათ ისე საგანგაშო მდგომარეობაც არ არის ახლა საქართველოში რომ მივატოვე ახლა ამერიკა და წამოვიდე მაგრამ ხოშანტონების ქვეშ არის და ჩვენებურად გავაკეთოთ ჩვენი საქმე ერთმანეთს გავესაუბროთ კომენტარების სახით გამოუშვით კითხვაზე პასუხს გაქცევთ შედრების და გვარად და ვიხაროთ ვიბედნიეროთ და დავთქვეთ ამ ცხოვრებიდან ამ პრობლემებსაც გადავჭით პრობლემა არ არის ყველაფერი კარგად იქნება სხვა გზა არ არის ღმერთი ჩვენთან არის კარგად